ჩემთვის ძალიან სენსიტიური თემა არის, როდესაც ჩემი ქვეყნის გამოყენებაზე მიდის ლაპარაკი, თან ცუდად გამოყენებაზე და ამ იმაზე და იან პრაიდმა გააკეთა ძალიან კაი განცხადება და აი მინდა რომ გავუშვათ ეგ და აბა გავუშვათ ერთი პრაიდის განცხადება. ევროპული ელიტებისთვის, ბრიტანული ელიტებისთვის საქართველო გახლავთ პაიკი ჭადრაკის თამაში. რომ რაღაცა ზარალი მიაყენოს რუსეთს, აი ესეც საკმარისია და არა ინტერესებს დიდად შედეგები საქართველოს მოსახლეობისთვის, უკრაინის მოსახლეობისთვის. ხო, ნუ აი ამაში მიგვათრევდნენ ამდენი ხანი რა, ამ ხელა ბრძოლები დაგჭირდა, რამდენი რევოლუციების გადატანა დაგჭირდა და რაღაცეები და ეხლა და რას გადავურჩით? და რას გადავურჩით შეიძლება გავუშვით რა. ხო, ეს არის დონეცკი რა. ვინც ყვირის აბა ომი გინდათ, ირონიით აჩვენეთ ეს სურათი და ვიდეო იქნებ მიუვიდეთ twinამდე ომი რა არის და რას გადარჩა საქართველო. აგერ სახელი და გვარით წერეს ადამიანი რა. აი იმდენად მძიმე საყურებელია ეს ყველაფერი და იმდენად ახლო იყო საფრთხე. ხო. და იმდენად მადლიერი ვარ, აი მართლა ვამბობ რა, არ გამოვირჩევი მე მსგავსი აზრის გამოთქმებით რა და ემოციურობით. იმდენად მადლიერი ვარ მე იმ კაცის, ჩვენი არის კაცის, რომ ემზარავს იმის წარმოდგენა, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ძლივს წელში გასწორებულ ქვეყანაში, 90-იანებ გამოვლილ ქვეყანაში, მერე ამ რეჟიმის გამოვლილ ქვეყანაში და აი წარმოიდგინე ხოდა ხარ რა არის ის კაცის ღმერთის ნებაა რა. კი. იმ კაცის ხელით აკეთებს უფალი რა ყველაფერს რა. ის უბრალოდ რა, ეს ყველაფერი რაც ყველაფერი ხო ღვთისნებაა, რაც ერევაში მოხდა, რაც ის რაც აქ ხდება. საქართველო გადაარჩინა, ყველა ქვეყანაში ხო ხედავ რა სიტუაცია. საქართველო ამ სიტუაციას გამოატარა ადრე უფალმა რა. თან როგორ? გესმის? მას სად იყო მაშინ ის კაცი ხო არ იყო? უბრალოდ ის უნდა გამოგვევლო. ეხლა აი ამ ქვეყნების მსგავსად არ ყოფილიყავით რა. წინა ვართ, გამოვლილი გვაქვს ეს რა, ეს უბედურება რაც იმ ქვეყნებში ხდება რა. თან რამდენად და ეს ყველაფერი უფლისნებაა რა. არავის ხვის და რა თქმა უნდა, ეხლა როდესაც შენ მიყვები ამ ნებას და რა თქმა უნდა ძალიან დიდი ამბავია და პიროვნულადაც ძალიან დიდი ვაჟკაცობა უნდა და შესრულება უნდა და ამას ყველაფერს რაც მის გარშემო ტრიალებს ეხა ხო უსამართლობები და ოჯახის თავს, ფულების დაკადაღებების თავს, დაცანქცირებების თავს როცა შეელო რომ აი ეცხოვრა ყველანაირად სადაც უნდა როგორც უნდა ყველანაირადაც უნდა და ყველანაირად და ყველაზე მეტად მზარავს იმის წარმოდგენა რომ ხა წარმოიდგინე ხო აი ბოლო წლების განმავლობაში ესე იგი ტურიზმში ვყავით ქვეყანა წელში გაიმართა ჯერ როგორ გავლამაზდით როგორ მოირთო არა გინდ თბილისში როგორ მოირთო გინდა ტურისტული ზონები როგორ მოირთო აი როგორ ესე ეც როგორ მგონია რომ ეს კაცი რაღაც ესე მიდის და ეს რაღაც თავისით რაღაცა თავის ხელით იბათ ჯერ ბოტანიკური ბაღები როგორ მოირთო აქაც ბათუმში წაერთისული როგორ შეხვიდე და ისე ირნო ბავშვი გაასეირდო ისე ესა და ეს დამთავრდებოდა შენ გონია უკრაინაში რამდენი ხანის გაგრძელდნენ რა ერთ კვირაში დამთავრდება ბოტანიკური ბაღი დღეს გაკეთებულიც არ იქნებოდა გეფიცები ყველაფერს ეს რომ მოხდარიყო ჩვენ ეს რომ მოხდარიყო საერთოდ ლაპარაკი არ არის. როცა არ მომხდარიყო. დღეს ეს ბაღები, სკვერები, ეს ლამაზი იქისა არაფერი გაკეთებული არ იქნებოდა. ვინ იყო ამის გამკეთებელი? არც ჭიაბერაშვილი თუ აი და დამნახავი კი ხედავს და დამუნახავი ვერც დაინახავს ვერასდროს რა. ანუ მადლობა ღმერთს. დიდი მადლობა ხო ყველაფრისთვის რა. ისევე როგორც კვარაცხელიას უხდი მადლობას, აი ამ მაგარი რაღაცეებისთვის ასაც აკეთებს, აი ეგრევე უხდი მადლობას. სუსტად. ვაგასაც რა. სუსტად. კი ბატონო.